ბორჯომის ტყეპარკში, აი, ვინ უნდა მოსულიყო სტუმრად. იწოვანი, ჰაეროვანი და ჯამრთელი. რომ ასეთი ჰარმონიული ყოფილიყო. ესე იგი, ღრმად ჩავისუნთქოთ და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს. კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობების მენეჯერი ნიცა ჩოლოყაშვილი და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი დათო გელაშვილი ჩვენი სტუმრები. ძალიან ესეთ შესაფერის გარემოში ესე ბორჯომის დამსახურებით ხვდებით, ასე ვთქვათ, თავისი აი დეტალით, რომელიც ახასიათებს ბორჯომის პარკს. ისეთი გემრიელი სიტუაცია. შევალთ და წყალს ჩამოვისხავთ. ბორჯომის წყალს. ვედენინო ჩამოვისხით უკვე ჩართვის. ჩვენ ესეთი ბუტილირებული ბორჯომის მოვიტანეთ და რაღაც პატარა საჩუქრები მოვიტანეთ. ой, რა კაია, დაგესხიგდი. მე მგონი გამოგადგებათ, ყველა საჩუქარი ფუნქციურია, ფუნქციური და ნამდვილად ბევრი სიხმრები გამოადგება მე მგონი. ექი მაგვითხრა ბევრი. ой, როგორი შანდალია. ой, როგორ მოხდება ჩვენ სტუდიას. და ის მერიკოსთვის ალბათ დაფა. საავამაზია და შესანიშნავია. გარამხდება მე არის თავში კიდე ვარ გემრიელი პარასკევს. შოკოლადები. ой, რა. ხელით ნაკეთი, თანაც ყველაზე მთავარია. დამოვდექი. ატო არ ვიცოდით ამ ყველაფრის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა აი ყველაფრისთვის, რაც ხდება ჩვენ სტუდიაში თავის შოკოლადებიანად. აი მე ისეთი განწყობაა სტუდიაში რომ ვემზადებოდი აქ წამსვლად როლინგ სტოუნი ჩავ. ხო, გემრიელად მინდოდა რომ ხო. მაგრამ ჩვენ ტყეში თბილა და რაც თავარია ძალიან გვიყვარს სტუმრები. ჩვენისთანავე განსაკუთრებით. აი ხა სანამ ჩვენ ბორჯომს გეახლებით, მოგვიყევით რა სიახლეებია თქვენს კომპანიაში. როგორი წელი იყო ბორჯომისთვის? წლის ბოლოს ყველა ფედერაციები, კომპანიები აჯამებენ. თქვენ შეგვიჯამეთ აი აქ ბარემ. ძალიან წარმატებული წელი იყო, როგორც ბორჯომისთვის, იყო რეკორდული გაყიდვები, ასევე ჩვენი სხვა ბრენდებისთვის, რომელიც საქართველოს ბაზარზე გვაქვს წარმოდგენილი. იგივე მიტარბი გამოუშვით საქართველოს ბაზარზე, მომხმარებელს შევთავაზეთ ახალი გემო, ახალი ბრენდი და ასევე ბაკურიანზე მქონდა ძალიან დიდი წარმატება, დაახლოებით 60%-იანის დაგქონდა გაყიდვების და ეს ბრენდი ჩამოყალიბდა საბოლოოდ ბაზრის ლიდერად უგაზო წყლის სეგმენტში. მომავალ წელსაც კიდევ ბევრ სიახლეს ვპირდებით ჩვენ მომხმარებელს, იგივე მხოლოდ საქართველოს ბაზარზე რაც იქნება და ასევე ბორჯომის კუთხით სტრატეგიულ ბაზრებში. ჩვენ ქრისტიანის ბლოკში ვინც დადის, ყველას ეს ზოგს მაისურზე აწერია ეს ბაკურიანი, ზოგს ხელში უჭირავს, ზოგს ესეთი თავით, ზოგს სხვანაირი ფიტნეს ბოთლი და ასე შემდეგ. მე ბაკურიანს ყიდულობ მაგალითად. ხო? ხო, ხშირად კი. რატო არ ვიცი. მე ჩემი დამსახურებაც არის დიდი წილი გაზი. მე გეტყვი რატო, მეც მაგ ბოთლის მიმდევარი ვარ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ამ წყლის მიღებაზე ბევრი ვისაუბრეთ და დავიწყე წყლის, მაგრამ როგორც იქნება. მე დღეს ბოთლიც ლამაზია და იმიტომ. ის არის შოკოლადი როგორია, მაგას გეტყვით. შიგთავსის უფრო მოტკბიალე ვარ მე პრინციპში. და მოგეთ ყველა იმ თავხდებით, რომ ძალიან კარგია. რაღაცა სოციალური პროექტებიც იყო. ხო ამ წლის მანძილზე რაღაც აქტივობები ამ კუთხითაც, ამის შესახებაც გვიამბეთ, ниცა. ჩვენ პრინციპში ყოველთვის ვცდილობთ, რომ უბრალოდ ბევრი ვიკულიათ თუ ცოტა ვიკულიათ, მივხვდით, რომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის განათლება და მით უფრო ბავშვების და შვილების განათლება. ამიტომ ვეცადეთ, რომ მთლიანად ჩვენი ანუ ასე ვთქვათ, ორიენტაცია აგვიღო იმ პროექტებზე, რომელიც არის საგანმანათლებლო და გვაქვს პროექტი, რომელთაც მართლა ვამაყობთ, ეს არის ბორჯომში ჩვენი სასწავლო ცენტრი, რომელიც უკვე მეორე წელია, მესამე წელი დაიწყო, რაც არსებობს და ეს არის უფასო ტრეინინგ ცენტრი, სადაც ბორჯომელ ბავშვებს, ბორჯომის მკვიდრებს და ასევე მიმდებარე სოფლებიდან ბავშვებს აქვთ საშუალება სრულად უსასყიდლოდ მოვიდნენ და დაეუფლონ იმ საგნებს, რომლებიც აინტერესებთ. ჩვენ გვაქვს კომპიუტერის კურსები, პროგრამები, ჩვენ გვაქვს უცხოენები, გვაქვს ასევე ხელსაქმე, სახვითი ხელოვნება და გვაქვს კლუბები, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი, ისინი ძალიან ხშირი სტუმრები არიან, სხვათა შორის რუსთავი ორის და ჩამოყოს პერიოდულად ახალი ნაკადი რა გვემატება, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა ჟურნალისტების აქ ექსკურსიაზე და გიждდებიან აქ მოსვლაზე. და ძალიან კარგი ექსკურსია მძღოლი ყავს თქვენ თავად, იც არ შეიძლება თქვენ გადაცემაშიც მოხვდნენ, ოდესმე ასე ესწრებიან. კარგი ხმა და სულ ფოტოებს ვიღებთ. ძალიან უყვართ, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ინტერესი დიდია ხო იქ ადგილზე, ზარმაზარი ინტერესია და ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ ადგილი, სადაც ისინი თავის ინტერესებს დაიკმაყოფილებენ, ასე ვთქვათ და იმის მაგივრად რომ იყვნენ ქუჩაში, ითამაშენ ეზოში, მოვიდნენ ჩვენ სასწავლო ცენტრში და იქ გაატარონ დრო. გვაქვს დრამის კურსებიც, ახლა ამზადებენ ვერისუბნის მელოდიებს, მალე გვექნება სპექტაკლი და ყველა ჩავალ და ვნახავთ ამას და ძალიან აქტიური ყვაწველი ახალგაზრდა ჟურნალისტები გვყავს, რომლებიც წერენ სტატიებს, აკეთებენ რაღაცა სიუჟეტებს, მუშაობენ და აქ
აქედან თბილისიდან ჩაგვყავს ჟურნალისტები, რომლებიც უტარებენ ასე თქვა პატარა ტრეინინგებს, მასტერკლასებს. ერთი რამ მინდა თქვა, რომ საერთოდ ასეთ დიდ კომპანიებს, როგორც არის თქვენი კომპანია, ხშირად აქვთ ხოლმე ეს რაღაც სოციალური პასუხისმგებლობის მომენტი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს არის რეგიონისთვის. და არ არის ლოკალურად მხოლოდ თბილისში განხორციელებული და ერთჯერადი პროექტები. ამაში ვხედავ მე ყველაზე დიდ მნიშვნელობას ამ პროექტის, რომ გარდა იმისა, რომ ბორჯომელებმა იციან, რომ მათ აქვთ ბორჯომი, მათ ასევე აქვთ ეს საშუალებები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და ეს მომწონს. ჩვენ ყოველთვის აქცენტი ყოველთვის გვაქვს რეგიონზე ხოლმე, იმიტომ რომ ბორჯომი არის კომპანია, რომლის ქარხნებიც, საბადოც არის ბორჯომში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველა პროექტი იწყება, ასე ვთქვათ, ბორჯომის რეგიონში და ვახორციელებთ პირველ რიგში ბორჯომის მოსახლეობისთვის. და პლუს ჩვენ ძალიან გვინდა რომ ამ ადამიანებმა იცხოვრონ იმ ტემპით, რა ტემპში ცხოვრობს დედაქალაქი და ბორჯომია, მაგრამ ბაზარზე ახალი ბრენდიც გამოიტანეთ თქვენ, ხო? მიტალბი. აბა მოგვიყევი. ისე ერთმანეთს სერიოზულ კონკურენციას უწევს. ძალიან გამორჩეული გემო აქვს მიტარს და ამიტომ გვინდოდა რაღაც ეს ყოფილიყო სრულად განსხვავებული ბაზარზე არსებული სხვა ბრენდებისგან და რაც მიზანიც მიღწეული არის, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი დაიკავა ამ მოკლე პერიოდში მეიტარბა ბაზარზე და მომავალ წელს კიდევ ვაპირებთ ახალი შეფუთვების გამოშვებას, რაც კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, უფრო იაფი იქნება მოხმარებლისთვის. ეხლა შუშის ბოთლშია მხოლოდ? არა, ეხლა არის პეტის ბოთლებში, უბრალოდ ლიტრანახევრიანი შეფუთვა შევთავაზებთ, რომელიც უფრო მომგებიანი იქნება მოხმარებლისთვის. ერთმა შიდა კონკურენცია ვთქვათ, ძიმარასაც საუბრობდა, როგორ აისახა გაყიდვებზე? შიდა კონკურენცია რა თქმა უნდა არის და გარკვეული კანიბალიზაცია ბრენდებს შორის, თუმცა ძირითადად ერთი ბრენდი ჩვენ მეორე ბრენდს ართმევს გარკვეულ გაყიდვას, მაგრამ ძირითადი გაყიდვები მაინც კონკურენტების ხარჯზე არის, რაც ასე ვთქვათ ჩვენი გაყიდვების დაზეც ეს დაგეგმილიც არის ხო რაღაცნაირად ახლა. მიტა დავუშვათ ბორჯომი ვიცით, სადაც მოიპოვება და მიტარბის შესახებ მაგალითად მე არ ვიცი ბევრი რამ. იქნებ გვიამბობ. არის ძალიან ახლოს ბორჯომთან, ეს არის სოფელი, რომელიც არის ასე ვთქვათ იგივე რეგიონში და ადრე ეს წყალი და ბრენდი საკმაოდ განთქმული იყო, თუმცა მე გარკვეული პერიოდი აღარ ხდებოდა მისი გამოშვება და ჩვენ აღვადგინეთ ასე ვთქვათ ეს საბადო და განვაახლეთ მის წარმოება. სხვადასხვანაირი მინერალური შემადგენლობაა? კი, სრულიად განსხვავებული, ანუ მინერალიზაცია აქვს საკმაოდ დაბალი, რაც მის გემოზეც ისახება, არის სრულიად გამორჩეული სხვა ასე ვთქვათ იგივე ჩვენი და სხვა კონკურენტული პროდუქტებისგან. ერთი რამე და კითხოთ, ბორჯომს როგორც კურორტს რა ხდება იქ ამ პერიოდში, ასე ვთქვათ, რამდენად აქტიურია იქ კურორტია, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სადაც შეგიძლია რომ წლის ნებისმიერ დროს ჩახვიდე და დაისვენა და ასეც არის, როცა არ უნდა ჩახვიდეთ, იქ არის რა თქმა უნდა ტურისტი. ძირითადად როგორც ჩვენ ვაკვირდებით, ახლა ტურისტები არიან დსთ-ს რეგიონიდან, ანუ ის ადამიანები, ვისაც ახსოვს, იცის, ადრეც ჩამოდიოდა, ანუ ის ოჯახები ჩამოდიან, ძირითადად არის მეზობელი ქვეყნები ხო, სომხეთი, აზერბაიჯანი, არის ყაზახეთიდან ძალიან ბევრი სტუმარი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ძირითადად ზამთარში ჩამოდის და უფრო ბაკურიანში, იმიტომ და გუდაურში სრიალი მოგხსენებათ უკრაინელებით. ნელ-ნელა ვითარდება ეს ყველაფერი. ახლა შენდება უზარმაზარი სასტუმრო ბორჯომში, გაიხსნა უკვე რამდენიმე სასტუმრო ხო არის. დიახ. სხვათა შორის ჩვენ გვყავდნენ ჟურნალისტები, თქვენ რაღაცნაირად ხო ვერ მოახერხეთ წამოსვლა და ინახეს ძალიან კარგი სასტუმრო. ანუ ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა უკვე ვითარდება ბორჯომში და სხვათა შორის ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული პროექტი, რომელთაც გვინდოდა რომ ხელი შეგვეწყო ტურიზმის განვითარებისთვის რეგიონში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ განვითარებული ტურიზმი მეტი დასაქმებული ადამიანია და ესეც ასე ვთქვათ აი ამ მიმართულებითაც ჩვენ აქტიურები ვიყავით. გავაკეთეთ ძალიან კარგი ვებგვერდი ტურისტებისთვის, ძალიან კარგი ვებგვერდი, რომელიც გადავეცით შემდეგ მუნიციპალიტეტს სამართავად. ანუ ყველანაირი ინფორმაცია მოვათავსეთ ამ ვებგვერდზე, არსებული სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების შესახებ, გიდების შესახებ, არ ვიცი გართობა რაც არის, ყველაფერი მოვათავსეთ, თავი მოუყარეთ ამ ვებგვერდზე და შემდეგ ჩამოვიყვანეთ ტურისტული სააგენტოებიდან, მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და მოვახსნეთ ამ ვებგვერდის პრეზენტაცია, დავათვალიერებინეთ მათ, ან ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად დავათვალიერებინეთ მათ, ან ტურისტულად საინტერესო ადგილები ბორჯომში და საკმაოდ ისეთი კარგი საინტერესო პროექტი იყო. აი ამ მიმართულებითაც მუშაობთ ჩვენ, რა თქმა უნდა, განათლება, სამუშაო ადგილები, ის რაც აწუხებთ ზოგადად არ მარტო ბორჯომში, არამედ მთელ საქართველოში, თუმცა რეგიონში უფრო მეტად ვიდრე ქალაქებში და დედაქალაქში. ძალიან სერიოზული პატრონაჟი გაქვთ აღებული მაგ რეგიონზე. ვცდილობთ და მომავალ წელსაც ვაპირებთ, რომ აი ამ მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიყოთ და თქვენ
გაახსენეთ, რომ პროექტები, რომელიც არაერთჯერადი იქნება წერთ, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა. არა ის, რომ ერთჯერადად განხორციელებული რაღაცა კონკრეტული პროექტი, ეს უფრო პიარ აქტივობა. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელსაც გეგმავდა ზუსტად იცი, რისთვის აკეთებდა, რომელსაც განვითარება უწევია. აი, ამ მიმართულებით ვცდილობთ, რომ ვიყოთ აქტიურები. ერთი სახალისო თუ აი არ ვიცი რა დავარქვა ამას მე გადმოგცემთ ჩვენი ერთი სტუმრის მონაყოლს რომელიც მე ძალიან მომეწონა და იქნებ თქვენ სტაგიჟეთ ჭკუაში რომ გამოსცეთ აი მეზობელი ქვეყნები ახსენეთ ჩვენ სწორედ მეზობელი ქვეყნიდან ყავდა სტუმარი ქალბატონი კოსმეტოლოგი რომელიც ფანტასტიკური შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე და მან თქვა ესეთი ფანტასტიკური რამ თქვენო კავკასიელებს ისეთი მინერალური წყლები გაქვთ რომ ეს მინერალური წყლები შეგიძლიათ სახეზე იფკურდეთ თუ სპრეის სახით გამოვუშვით აი ამ ტელეკოსმოლოგიური წარმოება აი როგორც სხვა დიდი პროექტი. რა კარგი იქნებოდა, ხო? აი ნახეთ რა იდეა. მოგაწოდოთ მომავალი წლის პირველი გეგმა. ასე თქვა, ხო. მე ძალიან მომეწონა, მაგრამ ეხა პრობლემა მაქვს რაში ჩავასხა რომ მოიყოდა ეს რომ იყიდებოდეს, იქნებოდა არაგაზირებული, როგორც არაგაზირებული. თუ გაითვალისწინებთ, აი ფანტაზია არ მსახე იყოს, ახანილია მოგაწოდოთ. დი. მე ხო იცი და გადმორეკავდა ამბობ, როგორც კეთდება. ხო, მეზობელ ქვეყნებზე კიდევ ერთი შეკითხვა გამახსენდა ექსპორტის თვალსაზრისით რა წილი გადის თქვა ქვეყნიდან ბორჯომის პროდუქტის ექსპორტზე დიდი ნაწილი ბორჯომის ექსპორტზე გადის ვინაიდან იქ ანუ მოთხოვნა უფრო დიდი არის თუმცა რა თქმა უნდა ეს საქართველოსაც თქვა რაოდენობაზე არის ეხება პრიორიტეტი რა თქმა უნდა ქართული ბაზარი რჩება თუმცა ჩვენ ყველა სტრატეგიულ ბაზარზე საკმაოდ კარგი პოზიციები გვიჭირავს ბორჯომით და ბევრ ბაზარზე ლიდერის პოზიციებიც გვიჭირავს და უსწრებთ ადგილობრივ ასე ვთქვათ კონკურენტებსაც. თუმცა ამ მიმართულებით კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას და მომავალ წელს გსურს რომ ეს საექსპორტო პოტენციალი არა მხოლოდ ბორჯომის, არამედ კიდევ სხვა ბრენდით უფრო გავაძლიეროთ და კიდევ უფრო ძლიერი პოზიციები დავიკავოთ. აი ხარ ადამიანები აი მომავალ წელს გეგმები მოგავიგეთ. ეხლა ეს რო მოვძლიერდეთ სხვა ბაზრებზე და მიყვარს ძალიან. ჩვენ აი სახალხო ჩავატარეთ კვლევა 5 ქვეყანაში ჩავატარეთ კვლევა ეხლა ახალი წელი მოდის და მინდა რომ ახალი წლის თემად შემოვიტანო ანუ ჩვენ თუ გვაქვს რამდენიმე ძალიან ცოტა ჩავატარეთ კვლევა წესჩვეულებები სადღესასწაულო და პრინციპში 5 ქვეყანაში ლიტვა ლატვია ესტონეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო უბრალოდ 6 ქვეყანაში ჩატარდა ეს კვლევა და პრინციპში ყველგან ჩვენთვის სასიხარულო ამბავი ის იყო რომ დღესასწაულის მეორე დღეს ყველა ირჩევს ბორჯომს ამ ქვეყანაში ირჩევენ ბორჯომს. ძილი და ეს ბორჯომი ჩავარტყავ. ჩვენი ბრენდის პოპულარობა არა მარტო საქართველოში არამედ ესე იგი თქვენ ხართ მეებში ბორჯომი გაცდა ფარგლებს. კი, თქვენ ხართ კომპანია რომელიც გიждდება ადამიანებზე ნაბახუსებს. და ადამიანებზე შესასწავლებზე. რომლებიც არიან გურმანები, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ რომ მიირთვით რაც გინდათ, როცა გინდათ მიიღეთ, თუმცა დააყოლეთ ბორჯომი. შეგიმსუბუქებს გაგრძელებაში ასე ვთქვა. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები კომპანიას დიდი მადლობა. და ბრენდებს რომელსაც თქვენ აწარმოებთ. შოკოლადი იყო უგემრიელესი. ეხლა გავდავაგებონებ მე მოკეთ ველოდებით წყალს სპრეის სახით. ეს გამოიყენე როგორ მხოლოდ დანიშნულების სამე. შენ თუ არ დაგჭირდება მე მიმაქვს მერიკოს სახში, რომ გამიტყდა საჭრელი დაფა. ხვალამდე გემშვიდობებით.